მუშევარია ხალხი, არაფერი არ იყინება, ჯიო და ვიყინები და მთელი დღე რო ხალი სახლიდან გამოხვალდა, ვერაფერს გაყიდი, კაია. უფულობა არის, უმუშევრობა არის. ყველას უნდა ყველაფერი, მაგრამ ვერ ყიდულობს ხალხი. სამსახური მინდა და არა მაქვს. მარი მყავს ავადმყოფი დაწოლილი უმუშევარი შვილები, მყავს სტუდენტები, შემოუსავლიანი ოჯახი. მეტი პრობლემა რა გინდა? ძალიან მინდა რომ გადვიხადო გადასახადი, მაგრამ ძალიან სივიწროა ფულის და სიღარიბია საჩხერეში. ეს საჩხერის ბაზარია. აქ ყველა მხოლოდ სოციალურ პრობლემებზე საუბრობს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მთავრობა მათი იმედები გააცრუა. იხსენებენ ძველ დროს. მაშინ, როდესაც ბიძინა პატარა ღმერთი იყო. ბიძინათი მუშაობდა ებაზა. ახლა გაჩერდა ყველაფერი. უკან მიდის ყველაფერი, რა იცვლება? ბიძინა ივანიშვილი 2012 წლამდე ამ რეგიონში ბევრ პროექტს აფინანსებდა. მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ხალხის თქმით ეს დაფინანსება შეწყდა. შეჩერდა ობიექტების მშენებლობა. შესაბამისად გაუქმდა სამუშაო ადგილებიც. ბიზნესმენმა საჩხერლებს ყველანაირი დახმარება მოუხსნა. არ გვეხმარება, რაც პოლიტიკაში შემოვიდა, მართლა აღარ გვეხმარება. ყველაფერი, რა ვიცი, ახლა გულში იმას რა აქვს. რამდენი კაცი დააჯინა სახში, უმუშევარი, უპენსიო და პენსიაში და წარიყვე ხალხი გამოსულები. აღარ წარმოება მუშაობს. ობიექტი გაუქმდა, საავტობუსში ხალხი დაგწდა, ყველაფერი. უმუშევრები ვართ, ეგ არის არაფერი შემოსავალია, როგორც სრულებით. შემანამდე გქონდათ რამე შემოსავალი? კი, კაცო, მუშაობდი ბიზნეს ობიექტზე, ღებულობდი ხელფას. ვარჩენდი ოჯახს. ახლა საერთოდ არ არის არაფერი. იყო დასაქმებული ხალხი, ასე იყო თუ ისე იყო, ბიზნესი იყო დასაქმებული ხალხი და ახლა საერთოდ აღარ არის. სამუშაო ადგილების გარდა საჩხერეში ახალი პრობლემაც გაჩნდა. ბიძინა ივანიშვილის აშენებულ საავადმყოფოში, სადაც მოსახლეობა სამედიცინო დახმარებას უფასოდ იღებდა, 2014 წლიდან მომსახურება ფასიანი გახდა. მთელ მოსახლეობას ჰქონდა ქართუს დაზღვევა, ანუ დაზღვევის კომპანია ქართულ ამ ეტაპზე მოსახლეობის დაზღვევას აღარ აკეთებს. დარჩა მხოლოდ კორპორატიული დაზღვევები და აქედან გამომდინარე მთლიანად ჩავჯექით სახელმწიფო პროგრამაში. ის, რასაც თავის დროზე იხდიდა ქართულად თქვენ გაინტერესებდა. ამ წუთას უკვე პაციენტის თანაგადახდა სიხდის პაციენტი. ამ ცვლილებებს საავადმყოფოს ხელმძღვანელობა ასეხსნის. მაშინ ალბათ ვიყავით კუნძულივით, იმიტომ რომ ცოტა სხვასთან შედარებით უკეთესი პირობები ჰქონდათ. როგორც მთელი საქართველო, ჩვენ რომ არ ყოფილიყავით რაღაცა ესეთი კუნძულივით, ჩვენც ჩავჯექით იმ პროგრამაში. ეს გზა ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ სოფელში, ჭორველაში მიდის. სოფელში, რომელსაც საოცნებო საქართველოს მოდელს ეძახდნენ, ძველი დროის დაბრუნებაზე ოცნებობენ. იმ დროზე, როცა ივანიშვილი საკუთარ თანასოფლელებს ეხმარებოდა. საყოფო უფასო, მორასილარი ჰქონდა, კიდე რა ჰქონდა? გაზი უფასო, დენი უფასო ჰქონდა. ახლა ჩვენები მაცხოვრებდა ვართ. შევერთი თანამედროვე საზოგადოებას, გაჭირვებულ საზოგადოებას უკვე. იანვრამდე საჩუქრის სახით ყველა თვეში გვაძლევდა 200 ლარს და იანვარს საქით ახლა თებერვალი გავიდა ჯერჯერობით შეჩერებულია. ჭორველაში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მისვლამდე დაწყებული მშენებლობები შეჩერებულია. ამ სახლების პატრონები ფიქრობენ, რომ დაწყებულ მშენებლობას როდესმე საკუთარი სახსრებით დაასრულებენ. არიან ისეთებიც, ვინც საერთოდ ვერ მოასწრო მშენებლობის დაწყება. ვთხოვობ, ეს გრევაში იყო, მაგრამ აღარ დაგვცალდა. ვისაც გაუღიმა ბედმა გაუღიმა და ვისაც არ გადარჩით. ახლა შეჩერდა ყველაფერი. ბოლო პარტიაში ვიყავით, მაგრამ რა ვიცი, გადაახარისხეს იქ ნაცნობა იყო თუ რა იყო, თან იყო, მეთმა იცის. აუშენეს სხვებს. ჩვენ გაგწოვეს ეს. ქალბატონმა, რომელიც ახლა კადრში ჩანს, ჯერ არ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი თანასოფლელებს აღარ ეხმარება. ამასთან მიდივარ. ვინ არის? ვერ ხორდა. რა გვარი? ეს არის ივანას. ვინ არის მე ეგ ბიძინა ივანიშვილის? ეს მოადგილია თუ რაღაცაი არ ვიცი. და რა უნდა თხოვოთ? რა უნდა თხოვოთ და იმას რომ 5 შვილი ყავს. ხო, რო ამბავშვებს და უნიშნოს ისი. 300 ლარი. ჭორველაში გითხრეს, რომ აქ ყველაფერს ვეფხია ივანაშვილი განაგებს. მისი რეკომენდაციითაა შესაძლებელი ყოფილი პოლიტიკოსის და ახლა უკვე პირველი მოქალაქის სახლში შეღწევაც. გამარჯობა. თქვენ ვეფხია ხوار ბრალდებით.
იცით რა არის? ვერ შევძლებთ რომ შევიდეთ. არა, არ არიან უფროსებმა და გასულები არიან. ვინ უფროსები უნდა იყვნენ? კომენდანტი, რაც უფროსი ვინც არის. ვინ არის? არის ვეფხია. რა გვარია? ივანაშვილი. ბატონი ბიძინას ნათესავია? არა, არ არის. თქვენ მიბრძანდებით? მე დაცვაში ვარ. და იკითხეთ რა, იქნება შეგვიშვან. არა, არ არსებობს რომ ვერ შეგიშვები რა. დატოვებული მყავს კაცი ვერ შეგიშვები. უივისოთ ვერ შეგიშვები. გამარჯობა. მეზობლები ვერ ხსნიან, რატომ აღარ ეხმარება მათ თანასოფლელი ბიზნესმენი. ზოგიერთი იმასაც კი ფიქრობს, რომ ივანიშვილს ფული აღარ აქვს. რამდენს გამოყოფს კაცი ის კი არა ხისი, ჭუში ილავაღვინოი და მაგდენ ხო არა ხიმა. სოფელში არ იციან, ეკნება თუ არა შეშის საყიდელი თანხა. იციან მხოლოდ ის, რომ ბიძინა ივანიშვილის ნაჩუქარი, გაზის გამათბობელი, უკვე გამოუსადეგარ ნივთად იქცა. Ja pechke minti ახლა ზამთარია და გასა უფრთხილდები პეჩი მე არ გამინელებია. ზამთარში საჭმელს პეჩზე ვაკეთებ და გაზზე. და გამათბობელი ახლა ამასთან რო აღარ ჩავთო. ხოზედ მეტი დანახარჯი იქნება. ავე 150 თარამდე გადავიხადეთ ალბათ. სულ კომუნალურებში რამდენს იხდით? აი ეს 150 თარი გამოგვიდა ხა წინათში იანვარში. ჭორულაში კარგად ახსოვთ თანასოფლელის პოლიტიკური გუნდის დაპირებებიც. თქვენ რო გექნებათ საშუალება რომ წყალიც გექნებათ გზას და მიწა დაამუშაონ და სასუქი მიიღოთ უფასოდ, საწვავი მიიღოთ უფასოდ, ძალიან იაფიანიან უფასო კრედიტი. კარგად ახსოვთ ამ დაპირების ავტორი სოფელში ბოლოს როდის ნახეს. ადრე დადიოდა ხშირად, ახლა არ ვიცი, მე არ მქონია ურთიერთობა. ადრე როდის? არჩევნებამდე, როგორც ყოველთვის. ახლა მისფერე მე არ მინახია პირადად. სად არის? ადრე იყო ხოლმე როცა ჭირდებოდა, ახლა აღარ დაგვინახია. ცალია ხალხისთვის საერთოდ რა ვიცი. ერთადერთი რაც ჭორველაში უცვლელი დარჩა რიტუალების სასახლეა. აქ საჩხერლებს ისევ ძველებურად ურიგებენ საჩუქრებს. ჭორვილის მოსახლეობაზე რიება. ანუ რა არა? ხორცის რო ცალს მოიღოს ან გათხოვდება საჩუქრად აძლევს თანხას. $2000 მე მგონი იმაზე. ასვენება რო არ ვინმე დაიღუპება. ხორცისზე 3. საჩხერეში არიციან როდის გაუმჯობესდება მათი სოციალური მდგომარეობა. არიციან არც ის, როდის ექნებათ სამუშაო ადგილები. ფიქრობენ, რომ ცხოვრება მანამდე გაცილებით უფრო კარგი იყო. ვიდრე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდოდა. მეც ველოდით. ზოგს გაუღიმა, ზოგისთვის და ზოგი გვერდზე დარჩა ცოტა და ასე.